მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია პოლიტიკური კვირა TV+-ზე. გასული კვირის განვითარებულ მოვლენებს მიმოვიხილავ ბატონ რამაზ ჩალიგავასთან. ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე. მოგესალმებით ბატონ რამაზ. ბატონ რამაზ, მე ესე დავიწყებ ამ გადაცემას. გარდა იმისა, რომ გასული კვირის განვითარებულ მოვლენებია, ამასთან ერთად მინდა რომ ეს გადაცემა არის დეკემბრისთვის ბოლო გადაცემა და პლუს ამასთან ერთად არის კიდე თლიანი წლის ბოლო გადაცემა. ხო და აი თლიანი წლის ბოლო გადაცემის ვიზუალური მე ბოლოს შევაჯამოთ მთლიანად. ბატონ რამაზ, დავიწყებ იმით, რომ მე არაერთხელ მithქვამს გადაცემებში და კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ მე ძვირფასო ტელემაყურებლებო არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას. ვარ ტელევიზიის გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი და ვგმობ ძალადობას ჟურნალისტებზე, აქციის მონაწილეებზე, სამართალდამცავებზე და განსაკუთრებით კიდევ ერთხელ გამეორდები ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ ტელევიზიას ყავს დაზარალებული ჩვენ ტელეოპერატორი ლუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც სპეცრაზთან შეტაკების დროს დაზარალდა, მოიტეხა ფეხი ბარზაყის არეში. კიდევ ერთხელ უსურვებ ჩვენს ლუკას მალე გამოჯამრთელებას და მალე ტელევიზიაში დაბრუნებას. ბატონო რამაზ, პირველი კითხვით გადმოვალ თქვენთან. აგერ უკვე 30 დღეზე მეტია საქართველოში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და ეს აქცია არის. გამოვიდნენ აგერ აქციის მონაწილეები, ესენი არიან სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, საზოგადოების ცნობილი სახეები, მსახიობები, მუსიკათმცოდნეები, მუსიკოსები, პედაგოგები და სხვადასხვა კატეგორიის ხალხი. და აი თქვენ როგორ შეაფასებთ ბატონო რამაზ აი ამ აქციის მდგომარეობას პირველ რიგში ამას შევეხოთ. საინტერესო იქნება ძვირფას ტელემაყურებლებისათვის თქვენი შეფასება. დიახ. ბატონებო, ზაგამშვიდობით არის პირველ რიგში. როგორ შევაფასებ? ერთი როგორ თქვენ დანიცა მეც არა ვარ არც ერთ პარტიის წევრი, მაგრამ ვარ ქართული ოცნების ხარდამჭერი. დღევანდელ მდგომარეობაში ხარ თუ ჩვენ პარტია ქართულ ოცნებას. დასამალი არ ამბობ და არ დამალავ და ასე დაჟილობით ამ ღაზზე ვჩები, დაჟილობით ეხლაც. გადავიდე შემდეგ საკითხში. რაც დღეს ხდება, ბატონებო. ამა ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ეს ასე მოხდებოდა რა. ეს გაშიფრული კარტა იყო, რა უნდა მომხდარიყო არჩევნებამდე რა იყო, არჩევნებამდე რა უნდა მომხდარიყო. უფრო რთულ და უფრო მძიმე სურათს ველოდი მაგათად მე. ასე ხდება, ეს არის ეს აქციების გაფეტიშებასთან გვაქვს საქმე კიდევ რა. ეს გადაიქცა თეატრალურ სანახაობად. ყველაზე ალმობ, მან ძალიან ბევრი ხალხაზე დგას, ძალიან ბევრი შენათებული დგას, მაგრამ ხალხაზე მერთხელ ორჯერ სამჯერ ხომ და ნახოს, აი რატო დგას იქ. რა უნდათ? არჩევნების გაყალდა და ახლა არჩევნები უნდათ? თუ აი რას აღწევ, აი რა უნდათ? ბიზნეს არა და მიშაკოა თუ რა, აი რა ოდღახარ არჩევნები გამოდიხარ, რა გნებავთ თქვენ, რა გნებავთ ახალგაზრდა. გამოდიხარ რა გნებავთ? მე ვერ გავიგე რა უნდათ. უსმენ უყურებ რა უნდათ, ხელი ჩავყიდოთ, გავაკეთოთ კი ბატონო. ხელი ხარჩუნები. თქვენ თუ ხართ, თქვათ 800.000. ჩვენ ვართ 1.100.000. ვინ სხვა მივეცით? კაი 100.000 არ ვატყუეთ ხო? მილიონი ხო ვარ ჩვენ სახში ვზივარ და გიყურებთ თქვენ. თქვენ ამბობთ რომ გაყალდაო, ჩვენ ამბობთ არ გაყალდაო. თქვენ ამბობთ არჩევნები დანიშნოთ, ჩვენ ამბობთ არ დანიშნოთ. ეხლა თქვენ დანიშნოთ და არჩევნები ჩვენ გამოვალთ მე ერთმანეთს ვცვალოთ იქით აქეთ როგორ გავაკეთეთ ახლა ჩვენ. ჩვენ გაჩერებულები ვართ. თქვენ მე არ ვამბობ იმას რომ თქვენ ახლა ყველა სტარზაზე დგეხართ, მაგრამ აბა დადექით ჩვენ მხარეს ჩვენ ხო ეს გზა გვჯერა ბატონებო ხო? ჩვენ ამ 1.100.000 ქართულს გვჯერა ეს გზა ხო ბატონო ჟანო? რა თქმა უნდა. გვჯერა. თქვენ თუ არ გვჯერათ ჩვენ გვჯერა ბატონებო ხო? უმრავლესობა ხო, უმრავლესობას ხომ დაემორჩილოს უმცირესობა ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ გამოსვლა რაშია? შენ მეუბნები დანიშნო, მე გეუბნები არამეთი კაცო. ეხლა, მოდი კიდე ბოლო დავწერვას. კარგი. ესე იგი ადამიანი აი რაღაცა იტყვი მარტივად რა.
როცა შლი სახეს დაშლას აპირებს, სახეს დაშლას, ხო? და გინდა ახალ სახლი ააშენო რა. ჯერ ახალი სახლისთვის იმარაგე მასალებს. და მე შლი ძველს. ბლოკს ამას იმას და მე შლი ძველს. რა თქმა უნდა. ახლა შენ მეუბნები მე. მე გადავ შეკითხავ და პასუხს მალე მეუბნები. თქვა ახალგაზრდებო, არ გვინდა ჩვენ ოცნება, გაუშვათ ეს ხელისუფლება, ბატონო, აჩვენებთ თვითონ და მოიყვანოთ ვინ? ისინი ამბობენ კოალიციური მთავრობა. არა. ვინ კოალიციური კოალიციური მაშინ სახელმწიფო ჩამოუწევ, რომელი აქედან არც ერთიო. აი რა გნება მაშინ, რა გავაკეთებ მაშინ? ქაოსში ხომ მიდივართ? კი ბატონო. ეს მთავრობა გაუშვათ. მაშინ ვინ მოვიდეს? სახელმწიფო ჩამოუწევ გამოვწორ. ვინ მოვიდეს ბატონებო? სახელმწიფო ვერ ამბობენ. ვიღაცა მოვა. ეს როგორ კაცო? ერთი წელი რჩება ადგილ არჩევნებამდე, ხო? კი ბატონო, კი. ერთი წელი არის საკმარისი დრო ახალგაზრდებო. ისაც ქვეყანა გიყვარდა, და სამშობლო გიყვარდა, არც მეპარება ეჭვი, ხო? ჩამოყალიბდით. დაირაზმეთ. თქვენი პოლიტიკოსების გარეშე არც ერთი მთავრობა არ ყალიბდებოდა, არც ქვეყანა იმართება, ხო? რა თქმა უნდა. ხუჩიდან ქვეყანა ხო არ იმართება? არა, პოლიტიკოსები მართავენ. ხო, ამირჩია თქვენისთვის მისაღები პოლიტიკოსები. ერთი წელი რჩება, ადგილ ძველი მოვიშოროთ, თუმცა არ გვინდა ხალხს და დაადექით ხალხო. ჩვენს მოვალ თქვენამდე გაც. ნორმალური, ვისაც ქვეყანა უყვარს, ის ხელისუფლება მოიყვანოთ. არა, სურაბიშვილის და ვიღაცა ყარნახობს იქ და ასე ვქნა, ამას უზამ, იმას უზამ და გადაგდების და რევოლუციის არჩევნებიზით. სხვა გზას მე ვხედავ. ბატონო რამაზ, აი თქვენ ახსენეთ გაყალბებასთან დაკავშირებით, მე ადრე გადაცემაში ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აი ჩემთვის ყოველ წარმოუდგენელია ხელისუფლება ოპოზიციას აბრალებს გაყალბებას, ოპოზიცია ხელისუფლებას აბრალებს გაყალბებას და ყველაზე საინტერესო ფაქტი რა არის, იცი? კიდევ ერთხელ გავიმეორდები, რომ ოპოზიციის გარკვეული ლიდერები, მათ შორის ლელოს პარტიის ხელმძღვანელობა და სხვა პარტიები, მათ შორის ისა გვარამიას პარტია, ეს ახალი როა და კიდევ სხვა პარტიების წარმომადგენლები პროკურატურაში დადიოდნენ, ჯიბეში ხელით ჩაყოფილებდნენ და ესეთ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ ჩვენო გვაქვს მტკიცებულებებიო. მის მერე გავიდა დიდი ხანი საკმაოდ არჩევნების ჩატარებიდან 2 თვე გავიდა და 2 თვეზე მეტი, ხო? აი ამ 2 თვის განმავლობაში დავიჯერო, ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარადგინეს. ესე ჰაერზე ნათქვამი არჩევნები გაყალბ და ესეთი რაღაცა წარმოუდგენელია. ბატონი გვარამი ამბობდა არჩევნებამდე. შეკითხვა დაუსვა ჟურნალისტმა. თუ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოცხადა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ოცნებამ. ვინ გითხავს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას? ამას ამბობდნენ არჩევნებამდე. კი ბატონო. ბატონო, რატო არ გვინდა ჩვენ დავიჯეროთ ხალხო რა? რა გვინდა დავიჯეროთ, გაიგეთ რა, ვისაც გაგება უნდათ რომ. ამ ოპოზიციის ხალხის უკან სხვა ძალები დგას რა. აქ ქართული საქმე არ კეთება ხალხო რა. და არნახავს ვიღაცას ზემოდან არნახავს ასრულებენ ესენი რა. და კიდე ყველაზე საინტერესო ფაქტი. მოდი შეგ, ამიხსნა სიმუს ხვენო ის არის კაცო რა. გაჩვენი გაყავდა, არა, ვერ ამობს ეს კაითის ორი კანონები გაიწრიეთო. მე ვილაპარაკოთო. ხო. ეხლა ჩამოვიდა რო კომისარი, თქვენ კაცს ამგიდა ამ კანონზე დავილაპარაკოთო. კი გაუხარდათ. კაცმა კი კაი თქვა, გავილაპარაკოთო. თუ რაჩვენები გაყავდა, არ გაყავდა, სად გაყავდა, არ როგორ გაყავდა. ამაზე კი არ ამობენ კაცო. მეორე არჩევნებში რა იმანო გაეროს ეგიდი თუ ევროკავშირი ეგიდი ათევი ჩავდაროთ ეს კონგოში არ ხდება და ვენესუელაში კაცო და ჩვენი დონეზე დავედით რომ სხვა ეგიდი ჩავდაროთ არჩევნებში საქართველოში ვინ ხარ თქვენ ხალხო რა თქვენ ბოლოს დაბრუნდი ხამდე მიხვალ ბატონებო რომ გაჩერდით რა ხალხი ჩაკიდებ დადიხარ თბილისში ხარ რა ბატონო რამაზ საინტერესო ფაქტი კიდე რა არის იცი არჩევნებამდე ადრეც თქვი და ისევ ვიტყვი ესეთ რაღაცას. არჩევნებოდა ჩვენ კარგად გვახსოვს, სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, კერძოდ გვარამია დადიოდა ის რა ქვია, მეტროებში, თავისივე, ანუ მეტროს შესასვლელებში ასევე ჰქონდა საკუთარ ოფისშიც და სხვადასხვა ადგილებში, სადაც ატარებდა ანუ ინიცირებულ არჩევნებს და აცხადებდა, რომ ეს ელექტრონული არჩევნები არის გამჭვირვალე და გაყალბების ალბათობა არის ძალიან მცირეო. არჩევნები რო ჩამთავრდა ამათმა და ნაციონალურ მოძრაობამ და სხვა პარტიებმა ატეხეს ყვირილი რომ არჩევნები გაყალბდაო. ხო? კაცო, თუ გამჭვირვალე იყო და ალბათობა ძალიან მცირე იყო, როგორ მოხდა რომ არჩევნები გაყალბდა? ბატონო შავლე, არჩევნები ვის გაუყალბდა? ლელო გამოდის და რაც არჩევნებში ხმა მიიღო, იმდენი არისო. გახარეს პარტია იმდენი მიიღო, 7% ხო, ამას მიიღო.
პატრა გირჩმა вообще აღიარა რომ ამდენ მიიღო მართალი ხარდო. პატრა ალიანსმას მიულოცა ასე ხარდო. სათო ნაციონალებს თუ 20% ჰქონდათ ორ ყოველთვის, ხო? 22-მდე მიიღეს ხლა, ხო? კი ბატონო. ორი გაერთიანებული იმანდაბა, ხო? აი გაყალბებული სად არის? ან 300 და 400 კაცი გაყალბებაზე ადვილია? ეს რაიონი ცხოვრობს 40000 კაცი, ხო? სიტყვა 45000 კაცი სამეგრელოში, ხო? ესე იგი 10 რაიონი გააყალბეს? ეს აი როგორ მიიყვანეს? თქვათ, ვინცო აი ჯანდაბას, თქვათ, კარო თქვათ რა, თქვათ, გაყალბდა 100000. რამდენი ციფრია, ხო? 300,000 აუღოს. იმ 300,000-ის აზრი არავის აინტერესებს. ახლა თქვა თბილისში აქ ვაკეთებ ცხოვრობენ და შეიძლება ხო დადო რა ჩვენს აქტიური ვარ ამის ვიდი ვარ ხო? 1 საათი ვიდექი გარდაყურებდი ამას ხო? ხალხი მოის მე არ მინახიათ თვაში ვიხედავ ხა სადღაც არ ხარო. ხალხი მოდიოდა შევრა და ვიხედა ბილეთის ასე დაგეცედა და აგდედო უნდას ხო? გამოდიოდა შვიდად ხალხი მიდიოდა. აი ამ დააშინოს ხალხი. თქვენ ქართული ხალხი ამას ვერ ცნობდა. ამან ქართული ხალხის ვიშიგ დააშინო დღეს. დღეს ქართული კაცი სოფელში, სოფელი ვარ კაცი, ხორძველი ვარ, ხო? სოფელმა უფრო მეტი იცის, იქაურმა, იდრახაურებმა, ხო? რა თქმა უნდა, უფრო კარგი განათლებული არიან. ყველა განათლებულია ჩვენი ხალხი, რა ამას არავინ არ იცის, ყველა განათლებულია პოლიტიკურად მithumedes. კი ბატონო. ყველა იმას ვთქვი, რა, როგორ დააშინო ახლა მაგის შენ? რომ იმას მიესხადო, იმას მიესხადო, რა დუდ კაცო, რა. ანუ უნდა შეკადო 100 ლარი. იმას ხამიციო. აი ხალხო რა. ეს როგორ უნდა კადრო რა. ამას არ იკადრებს. ამას ვერ შეყადებ ვერავის, კარგით რა. ამას აი ქართული კაცის არ ცოდნაქვი ამას. როგორ ამცირებს ქართული ხალხს რა. შეაშინეს, დააშინეს, მოისყდეს. რომელმოზე ერთი კაცი გამოიყვანა, ვისაც ფული აიღო და თქვა რომ მე ფული ავიღე. 400,000 კაციდან 10 კაცი გამოიყვანეს ოჯახა ყოებულო, ნუ თქვას რომ მე ფული ავიღე. დაგიჯერებ რაღაცაში რა. ეხლა თუ ქვეყნის დაქცევა გინდა დადანებო, ესეც ვიცით საიდან მომდის ქვეყნის დაქცევა. ეს რაღაცა ჩავიჭრები, არ ეხება რა, დღეს გავგვიჯიკრა ამას. ბატონ ბიზნესო დასანქცირეს. ხო, აი მაგ თემასაც ეგრევე გამოვარდა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და ალბათ გადავხარდა ვისაც დასანქცირა იმას და გახარებული დამბოდა. ვიდეო. ქვეყანა თავზე გამღობა. თენი გამი ბომბავდნენ მამათი რა საცლუა კაცო რა ხალხ ბომბავენ კაცო ბალენსუ რაკეტი ბომბას რუსი თელი გამი მოხარეს და შენ ბატონ ბიზნეს ვიცლი კაცო ჰა სხვა საქმე არაფერი გაქვს შენ ოჯახ აშინებულო დაგექცა შენ ოჯახი და ცოტა უკრაინის აგენტორი შენ სხვა საქმე არაფერი გაქვს რო ბიზნეს დაარსანცო გახარებული ვიღაც შენ სხვა საქმე არ შენ ხარ უკრაინა გუპა უკრაინას და ბიზნეს არ გააკეთა რო შენ გააკეთე ისა მაგდომ გინდა ბიზნეს ჩაწიხო და დასანქცირება რა უნდა გავუკეთო შენ დასანქცირება გმირია მაგი ჩვენი ბატონო ბიზნესა მაგი ამას ხელს არ მოაწევ და აქამდე თავი რა გაიწრა ქვეყნისთვის რა გმირია მე და გმირად წავდა შენ თქვა სატანა ხარ და თქვა სატანისტებთან რა დაგუბა შენი ერი შენ შემდეგ კითხვა შევხედე ბატონო რამაზ ეს არის გამოსავალი კრიზისიდან და ოპოზიციის გარკვეული ხელმძღვანელობა და მათ შორის რა ქვია მსახიობები, ასევე მუსიკალური მცოდნეები და მუსიკის წარმომადგენლები და სტუდენტების გარკვეული ნაწილი ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს 11 წელს უნივერსიტეტიდან წამოვიდნენ სტუდენტები. ის დახოდნენ ჩეუშესკუ და სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები. წამოვიდნენ დავდნენ ტელევიზიასთან დაბრძანდნენ და გვერდში მოვიდნენ ინტელიგენცია. და იდახოდნენ გადაადგეს გამსახურდია ჩეუშესკუ არის დიქტატორიანი ბადროზიადიო და რუსის საქმე გამოდიოდა სარიშვილი და წერდა მომავარებს რომ გამსახურდია არის რომ რუსის დასმული. ესენი იდახოდნენ ჩეუშესკუ არისო და იყო ერთ ამბავი და ამას მე ამის დაცვა მოინდომა კიტო ვალმერე და კიტო მან დაუჯდა ამათ გვერდით იარაღი და აქ დაიწყო სამახსოვრო დავაქცეთ ქვეყანა. ის ინტელიგენცია იყო მაშინაც იქა ხო? ეხლა უკვე მოდაში გახდა რომ აი თარობი წლამდე ან რომელიმე გამოვიდებს სახიობი დღეს ნუ რამე შეზღუდვა აქვს სადმე არანაირი ან სხვა კიდევ ან ბიზნეს წარმომადგენლები გამოდიან რაღაცა აი პეტიციო დაწერეს რომელიმე ბიზნეს დღეს საქართველოში ერთი ბიზნესმენი გამოვიდეს და თქვას რომ თავისი ბიზნესის შეზღუდვა მთავრობა
ყველაზე მეც მაგერი ვაჭრობენ თუ რუსეთთან, გამოვიდა ისე გამოქვეყნდა. და ისინი წავიდა წინამდე გამთავრობის. გაჩერდა რა ბიზნესი ხო რაღაც? შენი აზრი გამოთქვი. რა გლობალურად კი რა შენ პირველმა გამოთქვი შენი აზრი. მე ამ ბიზნეს საქმე დავაწყებ რა რატო გამომშენ მასე? თუმცა ყველა გამოდის და ყველა ხვალს მეჭრობს. ეს ხვალს გამოვიდა კიდე. ყველა რუსეთში ვაჭრობ. შენ ორმაგ თამაშობ თქვენ ხალხო. თქვენ გონ თამაშობ ორმაგ თამაშს. რუსეთს ლანძღავენ და რუსეთში ვაჭრობენ. გონი რუსულ თამაშს აკეთებენ კიდევ. რეგავი გეხა არ მესწრ რა ხდება როგორ კაც გამაგებიე. ბიზნესის პირველი არის ხელმძღვანელი ისა რომ ბიზნესი იყოს თავისუფალ საქართველოში. საგრასახადო არ აწუხებდა ზემოდად, პოლიცია არ აწუხებს, კანონები არ აწუხებდა, პოლიტიკური ნიშნები არ იდევნები, ხო? რა თქმა უნდა. აბა რა გინდა ბიზნესს რა უნდა მე ქვეყანაში აკეთებული, აკეთე დაასაქმე ხალხი და იშოვე ქვეყანაში. იმის იქით რა შვები? სათხელავ შენ ან კაცო გამოვიდა ბიზნესმენი ხო? ან მითხარი იქემი არ მესმის რომ ასეთი გაშიფრული ტელევიზია, პრესა რა საქართველოსი აქვს ოპოზიციას, ხო? სამი არის? სხვათა შორის არ არის. ტრამპია იყო ამერიკაში, იქ დაჩაგრეს ტელევიზია, ხო? კი ბატონო. საქართველოსი რას გინდა, როგორც გინდა რა, აი, ერთი გვაქვს იმედი, ხო? იმედი ტელევიზია თქვა თამთავრობა, კი ბატონო, თავის მომხრეები უყურებთ იმედს. პოსტებიც არის სამთავრობო. კი ბატონო, უყურებთ იმედს, კი ბატონო. ჩვენ და რა დახუროთ დახია, აქეთ გეუბნები დახუროთ. შეხო გაქვს შენ ტელევიზია, თავარი ხო უყურებთ მაგას. იმედა რა გინდა? რატო არ მომწონს? შენი ხო გაქვს? უყურე იმას. თავარის გარდა ოპოზიციას TV პირველიც აქვს და ფორმულას. რატო არა ყველაფერი ეგეც ვინ ზუდავ შენ დღეს? ანძიმო დიდოს თემშესო დაძებდი ბაზრობაზე და ოჯახებს აწვევდი თემში ხონდა ანტენა და ისა რომელი გადაცემა იყო სატელიტის ისა ხონდა გადაცემა უყურება შეეძლო ის არ გახსოვს კაცო მეცხრე არხი რო იყო იმას რო მეცხრე არ იყო მაშინ მეცხრე ჩამოყალიბდა ის იყო აი დამახსოვდა ინფო 9 იყო ინფო იმას არ მაყურებიებდი ხო გახსოვს კაცო დღეს ხო საქართველოს დიქტატურა არისო ხო მე უცხოელი მეუბნება გამოდი საქართველოში ისაო ოცნების დიქტატურა ივანიშვილი დიქტატორიო ხალხო კრასო ქუჩაშიო ტირანიო გევიგე რა მე არ მესმის და კარგი რა ვისაც ესმის კარგი რა გამოვიდეს ადამიანი არ ჩვენ ვისაც ესმის მე ვთხოვ კაცო მე ვთხოვ კარგი რა ბატონო რამაზ მე ვიტყვი ერთ რამეს აი მე მიუკერძობილი ვარ მაგრამ უბრალოდ ყოველ მიზეს გარეშე ძალიან მეშლება ხოლმე ნერვები და რაზე მეშლება იცი? წინა ხელისუფლების დროს ჩვენ კარგად გვახსოვს 7 ნოემბრის მოვლენები. გვახსოვს 26 მაისის მოვლენები. ამასთან ერთად უამრავი უდანაშაულო ადამიანი ჩახოცეს ქუჩაში, ხო? დღეს ასეთი რაღაცები არ ხდება. ხო? მე ყველანაირ ძალადობას ბატონო გმობდა ჩემთვის მიუღებელია ყველანაირ მიმართულებით, მაგრამ იმასა და ამას შორის განსხვავება ხო არის? არის თუ არა განსხვავება? ბატონო შავლიხ მე როგორც თქვენ იუსტის დამდები და მეტი გამოცდილება ჩემზე მეტი გამოცდილება ასე მგონია მე აი ჩემი აზრით სხვა რამესია თამაში და რაღაცა უნდა ჩვენგან აი გარჩევნები არაფერ შუაში არ არის რა ეს წინასწარ მოფიქრებული აი ეს სცენარი ცხადაა გადაკეთებული აი შტურმი პარლამენტზე შტურმი თუ არ გამოვიდოდა აგრესია იქნებოდა აგრესია თავის უკეთესთან ახლა კი გადასწორება გადმოსიყრება ყველა მხრიდან მიდის ჩვენი ჩაძილვა აი ევროპაში ამერიკულად ევროპელები ამერიკელები ლიბერალი ნაწილი ხო ლიბერალი ძირავენ და ყოველ დღეს მიდის ხო ჩვენ აი ამ ქალბატონს რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ოცნების ხალხმა ეს ქალბატონი ეს არის მაგათი რომ იმათ არა ურჩევია და ლანძღავდნენ რა იმათი გმირია და ჩვენ ვართ მაგეთ წინამდეგი ეხლა გვარამია ეხლა გვარამია გათა მაგათი ხიტი და გვარამია თავის დროზე ჩვენ რა უნდა ჩვენ ლანძღავდა და პატრიოტს ეძახის ო ესე რომ არც ერთ კარტული აი ჩვენგან რა უნდა თამათ აი ევროპას და ამერიკას რა უნდა ჩვენგან რა სხოულებენ ჩვენგან ეს ხო გავიგოთ აი ვინმე გამოვიდებს თავიდან თქვა ასგაც ხო ხალხო ჩვენგან უნდათ ეს ანუ გეცევიან ასე თორე არც ერთ სამართალში არ ჯდება ის რასაც აკეთებენ საქციელი რასაც უკეთებენ ჩვენ იქნებ არ ვიცი და რაღაცა უნდათ ნუ თუ ეს LGBT კანონია და ის ოჯახის სიწმინდის კანონია და არასამთავრობო დაფინანსების კანონის აი ეს არის საბაბი ამისი ნუ ეგ აქვს მიზეზად
აბაში უკახო სხვა რაღაცადება. რა თქმა უნდა, ხელზე აქვთ დახვეული სათქმელი მეთოდა. თქვათ ახლა ჩვენ მივედი და ხვალ უთხრა ყაბახიძე, რომ მოდი გავიწევთ უთხრა, მაგრამ ასე რა გავიწევთ ეს კანონი გაჩნდება ევროპა? არა. რა უნდა ამათ ჩვენგან? იმას რატომ გვეუბნებიან, არც ფთარობა გვეუბნება ჩვენ ამას და არც ერთი ამათ რა უნდა ჩვენგან? ეს ხო საბაბი არ არის ხალხო. აი ახალგაზრდების მობილიზება, ამდენ რასამთავროების ამდენ დაფინანსება, ეს ქუჩის აქციები ყველა ხაში აი სვეტში რო არის თავრობის ჩარჯი როა ბუნინგი ვოდრობა ჯარხა რაც ხდება ქვეყანაზე ხო ეკონომიკა ვარდება აი ამის საბაბი რა არის ინო გითხრათ ესეთი რა ვიცი მაგალითად ვიღაცა ვიცი ეს უეჭველია ცოდინება მე არ ვიცი მე მეც ვეჭვ მაგრამ აი დახოთ რა არის გამოსავალი მე არ ვიცი ბატონო რამაზ შემდეგ კითხვაზე გადავა ერთი შეკითხვა მაქვს კიდე რაღაცა გავიჟღერა რომ მგონიო ჩვენი პრეზიდენტი ინაგურაციას მიიწვიეს მართალია? კი. მიიწვიეს? ხო, უსაფრთხოების მომავალმა მრჩეველმა გააკეთა განცხადება ტრამპისა, რომ მიიწვია. იმას შეუძლია მიიწვიოს? ახლა შეუძლია თუ არ შეუძლია განაცხადა რა. უსაფრთხოების მრჩეველმა? მომავალმა მრჩეველმა, ვინც იქნება. აი ტრამპის ადმინისტრაციაში ხო არის მრჩევლის თანამდებობები, ხო არის ბატონო? არის უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაზე ნიშნავს ტრამპი პიროვნებას და იმან მიიწვია. 29 ხვალიდან ხალბატონი პრეზიდენტი არა ქვეყნის. ხო, მაგრამ ესენი მის ლეგიტიმაციას ხო, ესენი ხო აცხადებენ ბატონო ამას რომ ეს ახალი პრეზიდენტი ყაველაშვილი არის არალეგიტიმური. ტრამპის ადმინისტრაცია? არა, ტრამპის ადმინისტრაციას არ ვეხები, იქ ადმინისტრაციაში გარკვეული ნაწილი იქნება განსხვავებული აზრისა ყოველ მიზეზ გარეშე. მიხდი? იწო ასე ხდება კაცო? ალბათ ეგრე ხდება. მაშინ და სხვათა შორის მე ვფიქრობ მაგას რომ ბოდიში ბატონო ნავაზ მე ვფიქრობ ამაზე იმ როლმა ითამაშა რომ საფრანგეთში რო შეხვდა ხო გახსოვს ეს ჩვენი პრეზიდენტი ეს შეხვდა დაწყება ყველაფერი ეს არ ქვეყანა ალბათ ეგრე გამოდის და ამ ინაგურაციას მინდა შევეხო და ესენი ხო აცხადებენ რომ ყაველაშვილი არალეგიტიმური მთავრობის მიერ აცხადებენ ჩვენ არ ვიჩიე და ვერ გავიგე რა აცხადდა იყო ხო მაგრამ უყურე განსხვავება სხვა რამეშია ბატონო რამაზ უყურე ახტება ყაველაშვილი აირჩია პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი აირჩია ხალხმა ანუ ლეგიტიმაცია ხო პარლამენტი არალეგიტიმურად თვლიანის დასავლეთი და ეს ოპოზიციას და გარკვეული ნაწილი აქედან გამომდინარე ყაველაშვილის თვლიან რომ არალეგიტიმურია და ჩვენ წინ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს გამოვიდა თურქეთის სახელმწიფო მეთაური ევდოღან რო განაცხადა ხო ვიცი მიულოცა კი ბატონო 150 მილიონი სახელმწიფო არაფერი არ არის ბევრი რამეა არაფერი არ არის ევროპის ორ სახელმწიფო არაფერი არ არის ეუთო არაფერი არ არის ხო მაგრამ ევროკავშირის კომისარი ჩამოვიდა არაფერი არ არის და ვინ არის მასში კონსტიტუციურად ქალბატონს ვაზდებ ბადაგაძის ხო კონსტიტუციურად კი და კონსტიტუცია ეწევა რომ მეორე პრეზიდენტის არჩევნები იქნება აირჩიოს პარლამენტიო ეს რა თქმა უნდა კი ბატონო კონსტიტუცია ხო დარღვეულა არ დარღვეულა კონსტიტუცია ვის აირჩია პარლამენტი ხალხს აირჩია იმ პარლამენტმა მოსლების რაოდენობა იმათმა აირჩიეს მე ახალი დაკომენტა 300 კაცი როგორ წერიეს და აირჩიეს პრეზიდენტი ხვალ საღამოდან არის ბატონი კი ბატონო ხო მე ხა ვინ მიწყვას პრეზიდენტი არის თუ არ არის მაგრამ ის აცხადებს რომ მე საერთოდ ის აცხადოს იმან ვერგედა იმან აცხადოს საქმის მაგაშია ბატონო რამაზ რომ ის აცხადებს რომ ორბელიანების სასახლეში მე არ დავტოვებ და ოპოზიციის გარკვეული ამბობენ რომ ჩვენ იქ ვიქნებით ერთხელ გავიმორებ რა ჩვენ ქართველებს 90 წელს დამოუკიდებლობა ჩაგვივარდა ხელში შემთხვევით ხელში ჩვენ თუ არა ვართ დამოუკიდებლობის ხელში მე დავიხრო აი დანებებზე გავდივართ რა. თუ სახელმწიფო არ ხარ, ყველა შესაქმეში ერევა. ამას ვერ გაუკეთებენ კამბოჯას, რათა ჩვენ გვეკეთებენ ახლა რა. ბოდიში კამბოჯელებს რა. კამბოჯას კი არა, საერთოდ აფრიკაში მიყრუებული ქვეყანა სადაც არის, შეიძლება იმასაც არ გაუკეთონ, რომ ისეთი რაღაცა, რასაც ჩვენ გვეკეთებენ. კიდე რამე გიცი? თქვა თურქეთი აგერ სხვა ქვეყნები რატო გამოდიან ხომ ახლა ესე ნატო ამბობენ ამას.
ან გაეროში ვიღაც სატო გამოდის. ან ჩვენი ელჩი, ამის ელჩი, გაეროში სატო გამოდის ვინმე ნომერს თახმდა იტყვის რომ ხალხო რა გინდა ქვეყანასთან თქვენ. ვინ უნდა გამოვიდეს? ელჩების გარკვეული ქვეყანა ხოდა გამოვიდეს თქვა რომ ხალხო თქვენ რა გინდა საქართველოსთან. ბატონო რამაზ, თქვენ ახსენეთ ელჩები და ჩვენი ქვეყნის ელჩების გარკვეული ნაწილი თანამდებობიდან გადადგა, ხო? 203 კაცი რა დგას 6. 200 კაცი და 6 კაცი რა არის? ხო, მაგრამ საქმეს მაგაშია. 6 კაცი და 6 კაცი. საქმეს უს ხარ ამეშია, ბატონო. ბოდიში უკაცრავად საქმე იმას მდგომარეობს, რომ ის 6 ადამიანი, რომელიც თანამდებობიდან გადადგა, ისინი იყვნენ ევროპის ქვეყნებში მივლინებული ელჩები. ხო, აქედან გამომდინარე, მათ შორის გადადგა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ელჩი დავით ზალკანიანიც. გადადგა, ხო. ის ვინც უნდა გააკეთოს განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში. კი ყავს, მაგრამ მე ეგ ელჩი საერთოდ ჩანს თუ არ ჩანს ისიც არის. ხო, მაგას ვამბობ, რომ საერთოდ არსად არ ჩანს. და რანაირი რეაქცია არა აქვს. საერთოდ არანაირ დანიშნეს თუ არა იმის მერე საერთოდ არსად არ ჩანს. უბრალოდ ფორმულად თქვენ რომ ელჩია. მართლა მიწეულია ეს ხალბატონი ამერიკაში. ჩვენ ამით ასულია ბატონი. მე მითქვია და ასულია ჩვენი ამბავი ამას. ჩვენ დამოკიდებლად მოგჯამაჯი. რაც შეეხება ყაველაშვილის ინაგურაციას, შენ როგორ შეაფასებ? ამიტომ უნდა შეაფასო. პარლამენტი აირჩია და პარლამენტმა აირჩია პრეზიდენტი. პარლამენტთან ერთად ადგილობრივმა საკრებულოების აჭარის და აფხაზეთის თავრობის გარკვეულმა ნაწილებმა კონსტიტუციად არჩეული პრეზიდენტი ჩვენ მაგია. ძალიან კარგი. 6 წლის ვადით. 6 წლის ვადით, კი ბატონო. თუ გინდა გატრიალება, აიუბედურება, არაკონსტიტუციური მოქმედება, ბატონო იყოს სამოძრაობისშვილი. და აი ბატონო რამაზ მე წეხან თქვენ ახსენეთ ბიზინა ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებით და მე კითხვას დავსვამ ესეთ რაღაცას დღეს განცხადება იყო ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებით რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ კაცრად შეუზღუდა ფინანსური მიმართულებები კერძოდ თავად ბიზინა ივანიშვილს. კი ბატონო ბიზინა იქნებოდა ამ საკითხის მომზადებული რა. ამგან თავია გადადებული ქვეყნისთვის. ეს სანქცია მაგისთვის დიდაფერს ნიშნავს გონი რა. მაგით წასწარ არა, მაგ უჭერგაცი და წასწარ მაგით საშეხო თავიცის 5-ზე ჩვენ ზოგეთ ალბათ რა. ალბათ კი ის ჩვენ ზოგეთ. ამასაც გაუძლებთ და საუკუნეები, ბატონ ბიზნესები დაჩება ერის და ქვეყნის მოყრა ადამიანად და მოყრატები მეიმატებიან მოყრათა არმიას. ქვეყანას გადარჩება უფალი მაგ დაგუყურებს. მე ერთხელ ვთქვი და კიდევ მეორე ბატონებო. არავით არ შეხება არამე კანონის თარობასთან. არავით არ ცხოვრებაში თეთრ რამიღე ბიუჯეტიდან. ხანდან დავიფიცებ. არავით არ ჩემი ინტერესი არ არსებობს და არავით არ ქვეყნის უყაროების გადაბატონება. ყავდა ჩვენ ერთი ჭავჭავაძე ის მე რუსეთის დროს მე-19 საუკუნის ბოლოს როცა ქალაქის თავისუფლების მოედანი თქვა ერენვის მოედანი და ბოლო ქალაქის თავი 6 თავი სომეხი იყო რა ქართველი იყო. როცა ქართველ თავად დაზნაურობას ვისაც გავინახავდა ქვეყნის ქვეყანაში ქართული გვარი არ ქონდათ, ყველა რუსულად იკეთებდა გვარებს. როცა ქართული აბარაკი იყო სიუცხლე, ამ დროს კაცი ადგა და ქართველებო შემოძახა და წერაკითხვის გამოსაზრება შექმნა და ქართველებას დაიწყო აბარაკი და ქვეყანა შემოაბრუნო საქართველოსკენ. გარე დავალებით ეს კაცი წერაკთან მოვგალით ქართველებმა. მე-20 საუკუნეში 87 წელი იყო მგონი. 87 წელი იყო მგონი. სტუდენტი ვიყავი და ხმადავაღარ და იყო რომზე ის არის აქცია. წავედი სტუდენტები ბიგად მაშინ ნახე პრეზიდენტ ბატონი ზვიათი. მან ეროვნული საკითხი რო თქვა მაშინ ხო ყველა თვე დაგვიდა ყალბს. ქვეყანა ხო გამოგვაფხიზდა კაცმა ქართულობას დამოკიდებულება შეიძლება რომ იყო რაღაცა ხო ამა ხო დამოკიდებულება ხო თელესტონი გარე თელესტონი თელ ქვეყანა ხო დაგვაკნა ფეხზე რა თქმა უნდა კი ეროვნულ სამსახურში საგამოსწავლებლად მუშაობდი და წერაკითხვა იყო ამბობა იყო რუსულად გადაიყვანეს ქართულად მე მეყავდა ქართული ვიყავი იყო ერთი ამბავი ხო ქართული ჯარის შექმნა რა ამბავი იყო და ამ ეს კაცი სამეგრელო წანენჯიხის დღეში ჩვენ ღეთ მოვკაცთ თუ მოვკალით კიდევ კარგი თავი თუ მოაკლივით ეს მოდი ცოტა ჩავიდეთ კაც რომელსაც ფელი გრუდ უყარდა თავის ქვეყანა თავის სამშობლო თავის ქვეყანას გადააყოლა თავის ქვეყანას რა უნდა მაგ ბატონს ვერეს შეერდოდი ბედნიერად ცხოვრა ხო რა უშდა ხელს ხო რა უნდა ბატონს უნდა საქართველოს დამოკიდებულება და ქვეყნის უყარნობა გააკეთებიას ხო თუ მოვკალით
მოვყალით თუ თავმოყრით კიდევ ცოდვა რა. ეხლა და გამოგო ჩაგივარდა ხელში ქვეყანა დადგა ფეხზე 2003 წელს არიქა მოიყვანეს ბატონი სააკაშვილი და რაციონები აი ქვეყანა დადგა ფეხზე და შევიდი ჯორღმულში. მოვსვათ ეროვნული. მოვსვათ ყველაფერი ქართული. ხო? რა თქმა უნდა. ბუჩქებში ახალგაზრდები გაყრას წავიდა. ნარკომანია აღგვეძებდა და ეროვნული დაჩაგრვა. და აქედან კაცმა გვიხსნა გამოიყვანა მდგომარეობიდან. დააყენა სწორ გზაზე. და ამ კაცს ომში აი ხახაში გაყოფიდან თავს, როგორც 2008-ში ისე. თავი გადადო ამ კაცმა. აქედან მოგვატრიალა. ამბობს რომ ეს ბოლო არჩევნები აქ მონაწილეობა ხალხო მოდით აზრო ქვეყანაზე გადადო პრობლემა და ამ კაცს ასანქციონებს ვიღაცა იქ და ქართულს ხარგემენ ეს ვიხარია ჩვენ. თან მეცხრესაც დაფრინავენ. და აი ვერ გავიგე რა. აი მე თუ არ მესმის ვინო თქვას ახლა. რატო? 4 მილიარდ დახარჯულია ქვეყნის უკანკაც ხო? რა არ გავუკეთებ ქვეყნის? წავა არა პოლიტიკოსი, კაცაგებია ხო? სიგრძეზე მე გააკეთა და უხარია დღეს დიდ გაშალე ტელეფონი და ახარებულები ესე იგი დასანქციონებს ახ მოკტობა მშიერი ბიჭო რა. ამდენი არა ქართველი საიდან, ამდენი ქვეყნის სიძულვილის საიდან. ან ახ ეს ხალხაზე როდის გაზარდეს მასეთები. საიდან რა? ეს ხალხო ქვეყანა რატო არ გიყვართ? აი დავარ ბიზნესთავი. ვერ ხედავ რომ ვიღაცა გადამცემისგან ფინანსები შვილო შენ და გადამცემელი გიგეუნება ამაზე მოიგეციო. ვერთი არ გინდა ეკლესია არ გინდა ქვეყანა არ გინდა ვინ გინდა ავსტრია დანიელს უნდა შენი სამშობლო ასიზამ ისინი სხვის დაკრულს ზეც ეკავენ თქვენ მოდი შვილებო თქვენ შექმენ პარტიები კაც თქვენ მოდი ვიღა თქვა აი მოვცეთ კაც აი ჩამოვალებოდეს აი რომელი პოლიტიკური ლიდერს შეიძლება დღეს დაუდგეთ ბატონო შავლო მე და თქვენ ახლა რომელი პოლიტიკური ლიდერს დაუდგეთ დავიწყოთ გვარამიას არა მგონია და ვერასოდეს ვერ დავდგები მის გვერდით ჯაფარიძეს ვერანაირად ქართული ადამიანი აი ბანკები რო არის მაგას არა მე მაგას საერთოდ ჩვენ იმას გახარიას მეტნაკლებად შეიძლება თუ ნაცებთან არ მოახდინა კოორდინაცია ვინა მეტი არავინ არ არის მე თქვა ეს არ გვინდა ხო ეს რომელი გვინდა ხედავ არც ერთი არ არის ნორმალური არც ერთი არ არის ნორმალური პარტია რომელიც გახარიას თქვა გახარია კაცი აი ვილაპარაკო და შედაურა და ვილაპარაკო ხო კაცი ცხოვრობდა კორბულში და გაიცნო მეზობელმა კი ბატონო მოეწონა ეს განათებული საკითხი და გააცნო ამ მეზობელს გააცნო თავის წარმომადგენელს კი ბატონო ამ კაცს მოეწონა კარგად აგიوان დაგნიშნა ერთ თანამდებობაზე, გაგდა მეორე თანამდებობაზე, კუჩი დამოყენებაც. დაგნიშნა მე-3-ზე, ვაფშე და მარჯვენა ხე დაგნიშნა. მე რაღაცა მოვთხოვე, გაუგებრობა მოვთხოვე რაღაცა, ანი წელი ხარ ხო, ათი სხვა უნდა მოვიდე სულ. გადიხარ შენ და ამას წლამდე მოდიხარ. აი სად არის შენი აქ შენი საქციელი და მომდე რა. აი საწელი ხარ. უკვე სამართლიანობა აღარ არის. თუ რაიმე არასწორი იყო ბატონო რამას. თავის დროზე უნდა ეთქვა. ეთქვა და რეაგირება მოეხდინა. შენ ქუჩიდან მე მოგიყვანე ქუჩიდან. შენ პოლიტიკოსი არ იყავი ხო? შენ არ იყავი საიდან მოსული კაცი, ასეთ მოსული კაცი ხარ შენ. შენ გახარი ასაიდან იყო მასე ხო? ეხლა შენ ბატონ ბიზნეს წამდე მოდიხარ? ამათ როგორ ხარ ბიჭო? აი შენ თაკი იყო პარტია. თქვი რომ ეროვნული ვარ ბიზნესი არიცობა სწორად. კი ბატონო, ამათ როგორ ხარ? ეგ არის ყველაზე საჭირო. შენ ამბობდი ესენიო ძირავენო იმასო, ისო ამაზე ნაციონალიზმ მოგაშორდა შენ წერილი მიწერა ორი მოსაწევი მელიას გათიბიზი მაგის იმას ო იმას რომ ეწერა ზერი შენ ამათთან იყო დაპრეზიდენტი ახლა მათ გვერდით როგორ ეს და მელიას გულისთვის გადადგა მე მელიასთან როგორ ხარ ო ამათთან როგორ ხარ თუ თახში გაწ ჰა რასიზავ ბატონო რამას პოლიტიკა ბიზური თამაშია 8 პარლამენტარი გამოვიდა ო მაგათო შეერო მეც მიიღებ და პირველ არჩევნებში ხო შესული არჩევნებში ხო მე დარწმუნებული ვარ მომავალ არჩევნებში 5 მინუტს მიიღებდა რა თქმა უნდა მაგრამ ამათ არა დამოუკიდებელი არ არის არა დამოუკიდებელი არ არის აზონებაში ვიღაცი კანახავს თორემ ჭკვიან ყოფილი კაცს არ მოიქცეოდა და ამ ჩასაძილ ხაზს ამას არ ჩაჭაკობოდა საფლავში რა საგაცო ათეკაზე მიიღე ხო მომავალში მე 10 მინუტი იქნებოდა შენი მთელი ხალხი დაგეგმებოდა ჩემი თამადობით ჩემ ხალხს დაგეგმებოდა მაგრამ დავინახე რომ ამათ ამდიხარში ვაფშე ამათანა უნდა იყო რა ეს არის გუშინდელი ქვეყნის სამძირავი არიან სხვის დაკრულზე ქვეყნის ვიღაცა გადამთიელებით საფის აკეთებენ ესენი მაგრამ ეს ხო ახალი არის ვინა
გახარია ხო ახალი პოზიცია. ამათ ყოფილა ეს ჩაყოლილია. საბოლოოდ იმათანაა შეგროვებული. მაგრამ ან პრეზიდენტი ხო ამერჩეთ ჩვენ ხალხი აი ჩვენ. მაგრამ სამაგეროთ ოპოზიციის მხარეზე გადავიდა. ეს ყოფილი აგენტი ამათ ხელს აკეთებს ხო. შენ იმას როგორ მიდიხარ შენ ხო იცი? გახარია შენ იყო ბაში პრემიერი რა ვიცი ხო მგონი არა? კი. შენ ხო იცი და იმას არა როგორ მიდიხარ ხო? არა, მაშინ ბახტაძე იყო პრემიერი. მის მე ხო იცოდა პრემიერი ხო რა თქო ერთად იყო პრემიერი და პრემიერი და ეს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. არის ცოდი შენ? კი. შენ არის შენ უკვე დახტება რა? ამი ხალხს კარგი ხატანება რა. ბატონო რამაზ, ჩვენ არ დაგვავიწყდე რომ საქართველოში ყველაზე დიდი ბინძური საქმე არის პოლიტიკა და ყველაზე დიდი ბიზნესია პოლიტიკა კიდე. ამათ მე ეს აქციეს. შემდეგ კითხვაზე გადავალ ბატონო რამაზ ეს არის ოპოზიციის გარკვეული ლიდერების მათ შორის გვარამიას და რამოდენიმე ფიგურის მოთხოვნა სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით რომ სანამ იმუნიტეტი აქვს და უფლება აქვს რომ შეიწყალოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაგრამ უყურე სხვა რამესაც ვიტყვი ამასთან ერთად პარალელურად პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიავოლსკიმ გააკეთა განცხადება რასაც მე ვეთანხმები როგორც იურისტი ეს არის ესეთი რაღაცა მართალია რამოდენიმე მიმართულებით არის გასამართლებული მაგრამ გარკვეულ ნაწილში არის აღძრული მის წინააღმდეგ საქმე და ითვლება ბრალდებულად და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მის წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე მისი შეწყალების ალბათობა ძალიან მცირეა, თუმცა შეუძლია იმ გასამართლებულ საქმეზე შეიწყალოს, მაგრამ ამ აღზრულ საქმეზე ვერ შეიწყალებს. ანუ მაინც დამნაშავედ ითვლება. ხვდები რას ვამბობ ბატონო რამას? და თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ განცხადებას და პრეზიდენტის როლს რა როლი იქნება ამ მომენტისთვის მოქმედი ჯერ კიდე მოქმედი პრეზიდენტის როლი? ხო დაჩა შუადღე მიგონია რა? ხო. შეიწყალოს უნდა მე ხამდე შეიწყალები ისევ უნდა და ეს დაჩა გასარება რაღაცა კიდევ რა ორი რაღაც მეტი რა უნდა ბატონო მიხეილე ახლა რა უნდა გააკეთოს აქ არ არის განკეთებლები რა უნდა გააკეთოს მეტი ახლა შეიწყალოს მე გაძვიძავს აზიზავს ვერც არაფერს მაგრამ სამაგეროდ ესენი ოპოზიციის მხარდაჭერის საფუძველზე მაინც ხო იცი აი მე ცოტა ჟარგონულ სიტყვას ვიყвар ბატონო რამას ბოდიშმოვი ტელევიზორში პუშტურნიკობენ მაგის გამო კი ბატონო დისტრიქცია მაგი პრეზიდენტი და თუ ნათქვამია სალომეზე თუ დავლეთ უთხეს იქიდანო შეიწყალოს შეიწყალეთ თორე მაგას ვიკითხავ ახლა სალომეს ვინა შეწყები და ვინა გამოსაშვები თუ უთხეს რომ შეიწყალეო შეიწყალებს ხო ესე იგი თუ არ უთხრეს არ შეიწყალებს ხო თუ თავი ტვით მუშაობს რა სულ გააწყვეტას იღებს თვითონ ხო სულ გააწყვეტა მიიღო თვითონ მე მოცემასთან და მოდი მიზნასთან სანამ ვერაგოდა საჭირო ბევრი გვაქვს რა უნდა დამხარბადოთ პრეზიდენტად და ბევრი რაღაცები სათქმელი ძალიან ბევრი გვაქვს რა ბატონო რამას ამ ქვეყნის დაქცევაში გადაცემის ეთერი დასასრულს 80% თუ აქვს წვლილი ამ ოპოზიციონერებს და ქვეყნის მტრებს 20% ოცნების ინერტულობის ბალია ძინარობის ბალია ეს რაც დღეს ხდება ეს შეიძლება 10 წელს უკან ეს სიტუაცია არ ყოფილიყო რა და ამათ ემუშავა ნორმალურად თავის დროზე რო დაელაგებიათ ყველაფერი ამ სკოლებში დატრენინგებული მასწავლებლები დატრენინგებული სტუდენტები ამდენ რასამთავროების შეშობა სკოლებში ამდენ რასამთავროები ყველა სისტემაში რასამთავროები არიან ეს ხო ხედავდნენ ეს თენა საკეთებდნენ მაშინ და დაიწყეს სკოლა ამათმა ეს სულ დაგვანიშნეს ეს წერვა ჩვენი სახალხო დამცველი რა ხდებოდა ჯარში რა აგიტაცია მიდოდა ახალგაზრდებში რა სათავდნენ ბავშვებს ოთხი ღამის სიძულვილი რუსის სიძულვილი მეზობლების სიძულვილი მეზობლების ბატონო რამაზ გადაცემის ანუ კაცო შენ იმას უნებიან ჩვენ პრემიერს რატომ შენ რუსოფობი ხარო რატომ მიხედიო გასვენებაში აი ირანში რო იყო ჩასული ხო ქვეყნის მეზობელი სახელმწიფო მუცხოვია წლე 100 წელი მუცხოვია მაგასთან პრეზიდენტი გადასობაში მოყვა გასვენებაში მივიდა მიუსამდრო კაც მონაწილეობთ ხარებისო ეს სხვას უნდა შევეკითხო ამერიკა გამით ანუ აგედო ჩინელებს ატაშენებია პორტ ამერიკა მეუბნება და თან სანქცირებულიო და თანაც თვითონ აქ ვაჭრობაში იგნითიან შენ ეხოთე ერობა ეხოთება ჩინელ ვაჭრობას და მე რო პოტიავაშენები ორი კაპი ფული გავაკეთო წელი ვერ ვაშენებ თუ აშენებ შენ თუ აშენებ შენ რატო არ უნდა ვაშენო მე ჩინელთან ეკონომიკურ ურთიერთობა დავამყარო შენ მიწყდა მე ვისთან დავამყარო მაშინ დამიმყარი ბატონო და თარვა გადააყენე ჯარი შემოიყენე შემიერთე იგით რა ფოტოებს შეოჯახაშდებული შემიერთე რა
რუსულები ხარო შენ. რაში ხარ რუსულები გამაგები გაკეთე. გადაცემის ეთერი დასასრულს შენ ვაჭრობ. თუ შენ ვაჭრობ. პირადიკა ვაჭრობს. ერობა რუსეთთან ვაჭრობს. გაზი ჩაუდე შენ კიდევ იგებ. აზო თქვენ აკადე რუსთან ბუდა მე რო ვაჭრო, ატვარ შენ გამაგები იგებ. ჩინეთთან შენ ხეთები ჩემთან იყავი და მე თუ ჩინეთს აწყო ჩინეთს მე ატო შემილია ჩინეთ ტვიდი გავაძრო საქართველოსთან. ესეც გამაგები იგებ. თუ ქვეყანა ვარ მე. მოკლედ მე ვთხოვ სათვალოს როგორც კანონი მიიღეს სადო აიგზალოს არასამთავრობო დაფინანსება საქართველოში თანხების სადო თანხის შემოდინება დაიბლოკოს ეს აქ გამოსავალი რა ბატონო რამაზ გადაცემის ეთერი დასასრულს მივახლოვდა და შემაჯამებელ კითხვას დავსვამ დადას თავიდანვე ვთქვი რა და კიდევ ერთხელ გამეორდები ძვირფასო ტელემაყურებლებო დღევანდელი გადაცემა არის ჩემი ამ წლის ბოლო გადაცემა ასევე არის ამ თვის ბოლო გადაცემა და საერთო მასშტაბით შევაჯამოთ ბატონო რამაზ მთლიანობაში განვითარებული მოვლენები მოკლედ ძალიან. ცუდი რა, რას ფიქრობდით? მე უარეს ველოდებოდი საერთოდ რა უარეს მოხდებოდა. მე არა უშავს, მაგრამ ცუდი რა. ცუდად სიტუაციაში ვარ ქართველებო რა. არ ვიცი ღმერთმა ყველას წინასწარ თუ ვერ ნახეთ კინოთა და ხალხს ქვეყანას ბედნიერება, ქვეყანას მშვიდობა, აყვავება და დამოუკიდებლ საქართველოს გვინდოდა ცხოვრება ცხოვრობდა კარგად ნელა და ერო შეგნებულო ხალხო რა ისაც ქვეყანა გიყვარდა ვის სახეს ვზივართ ხო და მეტი გმართებს ხალხო თორე ეს დამოუკიდებლობას თქვენი კარგად და ამათა ყურება შორიდან არ მოგიხდება და 2025 წელს ეს დალაგებული იყოს და ქვეყანა შემოღება აყვავებული იყოს რა და დამშვიდებული იყოს რა ეს მანქურტები მოგეშორები იყოს რა მოკლედ ძვირფასო ტელემაყურებლებო ასეთი იყო პოლიტიკური კვირა და დასასრულს მე მინდა ისევ კიდევ ერთხელ განმეორდე რომ გმობ ძალადობას ჟურნალისტებზე აქციის მონაწილეებზე სამართალდამცავებზე კიდევ ერთხელ განმეორდები რომ ჩვენ ყავს დაზარალებული ლუკა ბოგიჩაიშვილი მას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და ასევე მინდა ძვირფასო ტელემაყურებლებო მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი ღმერთმა მშვიდობიანი წელი მოგვიტანოს 2025 წელი დაგვასრულოს მრავალს შობა ახალ წელს მშვიდობა არ მოგვაკლოს უფალმა მოკლედ ძვირფასო ტელემაყურებლებო ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა შევხვდებით სულ მალე